პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. თემაზე მსჯელობენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, სადაც საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობა და კვოტები განისაზღვრა. დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-დან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებს შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს. დეტალებს და მხარეთა პოზიციებს ახლა პირდაპირ ეთერში მანანა დევაძე საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს. მანანა, გისმენთ. მე-11 მოწვევის პარლამენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის ემზადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და უმრავლესობის და ოპოზიციის კვოტები უკვე განსაზღვრა. კომიტეტის გადაწყვეტილებით საგამოძიებო კომისია ჯამში 10 წევრისგან დაკომპლექტდა, მათგან 5 ადგილს ქართული ოცნების დეპუტატები დაიკავებენ, ოპოზიციისთვის განკუთვნილი 5 კვოტიდან კი 2-ს ხალხის ძალა შეავსებს, ერთს ევროპელი სოციალისტები, 2-ს კი უფრაქციო დეპუტატები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შემოვა და მათთვის განკუთვნილ ამ 2 ადგილს დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ 2003-2012 წლებში რეჟიმის და ამ თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე სასესიო კვირას დაამტკიცა და 3 თვის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირი ტრანსლირებით რეჟიმში უნდა შეისწავლოს. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აკრიტიკებს და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შესწავლას არაადეკვატურს უწოდებს და ამბობენ, რომ ამ კომისიის შექმნა მმართველ გუნდს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გადასაფარად სჭირდება. ბრალდებებს და პოზიციებს არ იზიარებენ ქართული ოცნების დეპუტატები და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება მოხდეს იმ გადაწყვეტილებების, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში მიიღო. დარწმუნებულები არიან ქართული ოცნების დეპუტატები, რომ საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვან დასკვნებს დადებს, რაც ქვეყანას და პოლიტიკურ მდგომარეობას გააჯანსაღებს. ეს ადამიანი გივი მიხანაძე, ამ ადამიანმა პირველ რიგში ამ კომისიაზე დააფიქსიროს რატომ მოხდა ეს 2006 წლის ცნობილი ციხის ბუნტი, როდესაც ეს ადამიანი იყო მაშინ, ასე ვთქვათ, ამაზე პასუხისმგებელი უწყების მოადგილე. მიზანი არის კიდევ ერთხელ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ცეკვა და მცდელობა საზოგადოებას თავს მოახდენენ, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც წარმოადგენს ნახევარზე მეტი მის წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, ყოფილი წარმომადგენლები, უნდათ შეასახონ საზოგადოებას, რომ რაღაცას მართლა შედეგიანად და შინაარსობრივად გამოიკვლინა. ყველა აბსოლუტურად ფორმატი, რომელიც არის უკანონო პარლამენტის, რომელიც ჩვენ არ ვაღიარებთ და ჩვენ ყველა პროცედურა გავიარეთ იმის გამო, რომ ამ პარლამენტთან არანაირად არ ყოფილიყავით დაკავშირებული, ყველა ფორმატი, რაც ამ პარლამენტს ეგრეთ წოდებულს უკავშირდება, არის უკანონო. ოპოზიციიდან კვოტები გადანაწილდა შემდეგნაირად, რომ 2 ეკუთვნის ხალხის ძალას, 1 ევროპელ სოციალისტებს და 2 გახარიას პარტიას, თუ რა თქმა უნდა ისინი აითვისებენ ამ კვოტას. რაც შეეხება თავად კომისიას, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არის უნიშნულოვანი ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლების პროცესი თავად იქნება მორიგ ჯერზე მტკიცებულებების ერთის მხრივ გამომზეურება, რაც ისედაც არსებობს უკვე და მეორეს მხრივ ბუნებრივად სხვა მტკიცებულებების დამატება კიდევ იმისთვის, რომ ასეთი ორგანიზაცია, როგორც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, არ უნდა არსებობდეს. საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთი, საკმაოდ ბევრი ამ მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. წინა ხელისუფლების მმართველობით რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ჩვენი დაპირების წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველი პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს, ლოგიკურია და მეორე, რა თქმა უნდა, ასევე შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან და ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და საბოლოოდ ისტორიის ეს ნაწილი დავხუროთ და მოსახლეობასაც რა კითხვებიც აქვს, ამ ყველა კითხვაზე იყოს პასუხი ცალსახად გაცემული.
დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გარდა ბიუროს ხდომაზეც უნდა იმსჯელონ. ეს ხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს და იმ ადამიანებს გამოკითხავენ, ვისაც შესაძლოა რაიმე ფორმით კავშირი ჰქონდეს დანაშაულებთან, რომელიც 2012 წლებში მოხდა. იმ პირებს, ვინც კომისიასთან არ ითანამშრომლებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.